მოგეხსენებათ, რომ რთველი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი სოფლის მეურნეობაში ჯამში, იმიტომ რომ ფაქტობრივად მთავარი საექსპორტო პროდუქტის მოსავლის აღება დაიწყო შესაბამისად მნიშვნელოვანი არის, რომ ეს პროცესი მიმდინარეობდეს თანმიმდევრულად, მიმდინარეობდეს სწორად. განსაკუთრებული აქცენტები კეთდება, რა თქმა უნდა, ყურძნის ხარისხთან მიმართებით, როგორც წლის დასაწყისთან აღნიშნავდით. ყურადღება ექცევა და დიფერენცირება ხდება მაღალ კონდიციურ და არაკონდიციურ ყურძნთან მიმართებით, შესაბამისად ეს აისახება ფასში. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის იმისთვის, რომ შესაბამისად ღვინის ეს ყველაფერი ასახული იქნება უკვე ღვინის ხარისხში, რაც ქართულ ღვინოს კიდევ უფრო მეტ სიძლიერეს შეძლეს საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობასთან მიმართებით, კიდევ უფრო მეტად კონკურენტუნარიანი იქნება, რაც თავისთავად ცხადია მოგვეხმარება კიდევ უფრო დამატებითი საექსპორტო ბაზრების ათვისებაში, კიდევ უფრო გავაძლიერებთ საექსპორტო მიმართულებებს და როდესაც ქართულ ღვინოს აქვს თავისი უნიკალურობა და ვარ საქართველოს ღვინის სამშობლო ცალსახად ამბიცია უნდა გქონდეს იმისა, რომ გქონდეს ერთ-ერთი გამორჩეული ხარისხიანი ღვინო და ზუსტად ამას ემსახურება ყველა ის ღონისძიებები, რომელიც განხორციელდება ვენახთან და რთველთან მიმართებით და ყურძნთან მიმართებით. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო განსაკუთრებულად რეგიონულ სამსახურებს, მუნიციპალიტეტებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული იმისთვის, რომ რთველის პროცესი ორგანიზებულად წავიდეს და შესაბამისად მინდა ვთქვა, რომ 2025 წლის რთველი იქნება გამორჩეული თავისი ღვინის ხარისხით და თავისი ორგანიზებულობის ნაწილით. დიდი მადლობა გადაუხადო კიდევ ერთხელ ყველა ჩართულ ხარეს, იმიტომ რომ რეგიონული სამსახურების და მუნიციპალიტეტების ჩართვის გარეშე ორგანიზებულობა და რთველის პროცესის სწორად წარმართვა თავისთავად ცხადია ღვინის სააგენტოს ორგანიზების გარეშე ეს ყველაფერი არ გამოვიდოდა და დარწმუნებული ვიქნებით, რომ ყველა ის რეფორმა, რომელიც განხორციელდება ყურძნთან მიმართებით, მხოლოდ და მხოლოდ იქნება მიმართული ყურძნის და ღვინის ხარისხის გაუმჯობესებასთან. თველი 2025-ის წარმატებით ჩატარების მიზნით ყოველდღიურ რეჟიმში სისტემატიურად კოორდინაციაში ვიმყოფებით როგორც რთველი შტაბთან, ასევე კახეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან. დღეს სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მინისტრმა მუნიციპალიტეტის მერებისგან და რთველი შტაბისგან, ასევე რთველი შტაბში ჩართული ყველა მხარისგან მოისმინა ინფორმაცია რთველის ორგანიზებულად მიმდინარეობის შესახებ. ამ ეტაპისთვის 12000 ტონაზე მეტია გადამუშავებული, აქტიურად მიდის კრეფა ამ ორ მუნიციპალიტეტში, დღიური გადამუშავება უკვე გასცდა 1000 ტონას, ჩვენ მჭიდრო კავშირი გვაქვს მოსახლეობასთან, ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით და ფაქტიურად მოსახლეობამ წინასწარ იცის თუ ეს დაკრეფილი ყურძენი სად უნდა დაბინავდეს, რა შესაძლებლობები აქვს ქარხნებს, ყოველდღიურ რეჟიმში მიეწოდება განახლებული ინფორმაცია ამის შესახებ, ასე რომ მოსახლეობამ უკვე წინასწარ კრეფამდე იცის თუ რომელ ქარხანაში უნდა დააბინავოს თავისი ყურძენი.